გამარჯობა. დღევანდელი გადაცემა არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება რამდენიმე თემის განხილვა. ამიტომ გთხოვთ ვიდეო ბოლომდე ნახოთ, რომ ყველა თემაზე გქონდეთ წარმოდგენა. პირველ რიგში მე მინდა მოგილოცოთ ყველა გასული დღესასწაული და მინდა გისურვოთ, რომ ეს წელი იყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის და არა მხოლოდ ეს წელი, კიდე მრავალი წელი თბილი, მშვიდი და საინტერესო. აი საინტერესო რომ იყოს, ამაში მე შეგიწყობთ ხელს ჩემი ვიდეოებით. ვეცდები ყოველ შემთხვევაში. დღევანდელი თემა, პირველი თემა გახლავთ კოსმოსი. კოსმოსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შემოგვიტია. არ ვიცი საქართველოში როგორ, მაგრამ ჰამბურგში 19 იანვარს ღამით ნამდვილი ფოიერვერკი მოგვიწვა ავრორა ბორეალისმა, ანუ ჩრდილოეთის ციალმა. გასაგები იყო, რომ რაღაცა დიდი მოხდა და საინტერესო და ამავე დროს ოდნავ საშიშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ვარსკვლავზე, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლის მომნიჭებელია, რაღაცა დიდი და განსაკუთრებული მოხდა. ასეთი მოვლენები ხშირად ხდება, ბოლო 2 წელია ეს ჩვეული ამბავი არის მისთვის, მას აქვს 11 წლიანი ესეთი ციკლი, რომელსაც ზუსტად არ იცავს ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე დადგენილია, რომ ყოველი 11 წლის თავზე აქტიურდება. 2026 წელი არ იქნება გამონაკლისი, სხვადასხვა ვარაუდობენ, რომ პირიქით იგი საკმაოდ აქტიურიც იქნება. ჩვენი მზე, ჩვენი ვარსკვლავი. ამაზე მოწმობს მასზე საკმაოდ დიდი ზომის ლაქების გაჩენა. დიახ, მზესაც აქვს ლაქები და ეს ლაქები გახლავთ ყველაზე აქტიური წერტილები ჩვენი ვარსკვლავისა. სწორედ ლაქების გაზრდა იწვევს ხოლმე იმ მოვლენებს, რომელზეც მე დღეს ვისაუბრებ. ყველაფერი 18 იანვარს დაიწყო, როდესაც მზის აქტიური წერტილიდან ნომრით 43-41 მოხდა ძლავრი ამოფრქვევა, რომლის კლასიც არის X-ი, ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასი ასეთი ამოფრქვევებისა. ამ დროს ხდება ხოლმე კოლოსალური რაოდენობის ენერგიის გამოყოფა და ამავე დროს დამუხტული ნაწილაკებისა. ამ ამოფრქვევას თან ახლდა ძლავრი გამოტყორცნა პლაზმისა და ეს პლაზმა დაიძრა დედამიწისკენ. ახლა ჩვენ რომ უბრალოდ წარმოვიდგინოთ რა ხდება, ესე ყველა აფეთქება მზეზე, რაც კი მოხდება, არ არის აუცილებელი რომ დედამიწას მოხდეს. აი მზე და აგერ ჩვენი დედამიწა. მათ შუაში კიდე არის მერკური და ვენერა და გამოფრქვეული მასა, რომელიც თქვა აი ამ წერტილიდან ამოიფრქვა, წამოვიდა დედამიწისკენ. ეს მასა ნებისმიერ მიმართულებით შეიძლება წავიდეს და ჩვენთვის საშიში არის ის, რომელიც დედამიწისკენ მოდის. სხვა მხარესაც შეიძლება იგი გავიდეს. ამან გამოიწვია მაგნიტური ქარიშხალი. მაგნიტური ქარიშხალი, რომლის სიმძლავრეც გახლდათ G4. G4 სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი მიეკუთვნება ძალიან ძლიერებს. ეს არ არის კატასტროფული, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი. ზოგადად ასეთი აფეთქებები ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ჩვენი პლანეტა, ჩვენი დედამიწა იყოს კარგ დაშორებაზე მზისგან. ეს არის ეგრეთ წოდებული ოქროს თმიანას ზონა, სადაც სიცოცხლე არის შესაძლებელი, იქ არც ძალიან ცხელა, არც ძალიან ცივა და მეორე იმით, რომ ჩვენ ორი ფარი გვაქვს. ერთი მთავარი ფარი ეს გახლავთ ელექტრომაგნიტური ფარი დედამიწისა, რომელსაც გამოიმუშავებს დედამიწაში არსებული, ცენტრში არსებული რკინა-ნიკელის შენადნობის ბირთვი, საკმაოდ მძლავრი მაგნიტური ველია, რომელიც ჩვენ გვიცავს სწორედ მზის გამოსხივების ამ ნაწილაკებისგან, რომლებსაც თან სიკვდილი მოაქვთ და მეორე ეს გახლავთ ჩვენი ატმოსფერო და მისი ერთ-ერთი შრე, ეს არის ოზონის შრე, რომელიც გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რომელიც ასევე საკმაოდ მძლავრი მკვლელია. რას წარმოადგენს ეს შტორმი, ეს გრიგალი, რომელიც წამოვიდა მზიდან? ეს გამორტყოცნილი მასა პირველი ნაწილი საკმაოდ სწრაფად მოდის ჩვენამდე და ეს გახლავთ დამუხტული ნაწილაკები. მეორე, რომელიც იწვევს უკვე კოსმოსურ შტორმს, ეს არის მასა, ანუ ღრუბელი,
რომელიც მოდის ჩვენსკენ, მაგრამ არ მოძრაობს ისე სწრაფად, მხოლოდ და მხოლოდ 1700 კილომეტრით წამში. ეს ძალიან ცოტაა თუ შევადარებთ 300,000 კილომეტრს, რომლითაც თქვათ რადიოსიგნალები ვრცელდება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სინათლის სხივი. და აი სწორედ აქ ხდება ძალიან საინტერესო რამ. ეს მასა, გამოტყორცნილი მასა ეჯახება დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველს. როგორც გითხარით, დედამიწა, როგორც ელექტროგენერატორი, მაგნიტური ტალღების გენერატორი დაფარული არის აი მაგნიტური ველით და დედამიწის მაგნიტოსფერო ადვილად აირეკლავს ხოლმე მზის ქარს, მაგრამ თუ გრიგალი საკმაოდ მძლავრია, როგორც ახლა იყო, ეს ნაწილაკები მაინც გაარღვევენ მაგნიტოსფეროსთან, ნაწილი გადადის პოლუსებისკენ. ამიტომ რაც უფრო ჩრდილოეთით ვართ ჩვენ ჩრდილოეთ განედებზე, იქ ასეთი აურორა ბორეალისი, ანუ ჩრდილოეთის ციალი ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორ წარმოიქმნება ეს ნათება? როდესაც ესეთი გაქანებული ეს ნაწილაკები შემოდიან ატმოსფეროში ძალიან მაღალი სისწრაფით, ისინი ეჯახებიან გაზის მოლეკულებს. ჩვენთან რომელია ძირითადი გაზი, ეს არის აზოტი და ეს არის ჟანგბადი. ელექტრონი, რომელიც მზიდან საოცარი სისწრაფით მორბის, ეჯახება აზოტის ან ჟანგბადის მოლეკულას და ამ დროს მათი ატომები იღებენ ძალიან მძლავრ ენერგიას. და ეს ენერგია უნდა სადღაცა გაფანტონ, ხო და ამ გაფანტვას ახდენენ ფოტონების სახით, ანუ გამოსხივების სახით, ხილული გამოსხივების სახით. რაც უფრო მაღლა არის ჟანგბადის მოლეკულა, რომელიც აღიგზნო ამ ელექტრონისგან, მზისგან წამოსული ელექტრონისგან, მით უფრო წითელი არის ნათება. რაც უფრო ქვედა შრეებში ხდება მსგავსი რამ, მწვანეა და ძირითადად მწვანე ნათებებს ხედავთ ხოლმე ჩვენ, მაგრამ აი ეს 19 იანვრის ციალი გახლდათ როგორც წითელი, ასევე მწვანე. იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე იასამნისფერი ნათებაც, ამ შემთხვევაში უკვე ერთვება აზოტის მოლეკულები, რომლებიც უფრო შედარებით ნაკლებად ფაქიზები არიან ვიდრე ჟანგბადის მოლეკულა. და სწორედ აი ამ დროს, როგორც გითხარით, რომ დამშვიდდეს ატომი, მან უნდა მოიცილოს ენერგია და ეს ენერგია სწორედ მწვანე, წითელი ან იასამნისფერი სხივის სახით გამოიტყორცნება და მოდის ჩვენამდე. რით არის აშეში მსგავსი მოვლენები და სწორედ ამ დროს ჩნდება ხოლმე რომ ადამიანი არაფერს წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა მოლეკულაც კი არ ვართ კოსმოსში და კოსმოსისთვის და მზისთვის ხო საერთოდ არაფერს არ წარმოადგენთ და ის ენერგია, რომელიც მოდის მზიდან და თუ ეს ენერგია არის ძალიან მაღალი, მას შეუძლია ყველაფერი ის ხელსაწყოები, რომლიც გარეშეც ჩვენ არსებობა არ შეგვიძლია და არც წარმოგვიდგენია, ერთ წამში გამოიყვანოს მწყობრიდან. ეს არის მთლიანად ელექტროსისტემები, ეს არის ჩვენი კომპიუტერები, პლანშეტები, ტელეფონები, მიკროფონები, კამერები, რა ვიცი, თუ კი სადმე ელექტრონული ხელსაწყოა მომენტალურად თუ ისინი ჩართული დახვდა აი ამ დარტყმას, ისინი აუცილებლად გამოდიან მწყობრიდან. უბრალოდ დაიწვევიან, გადასაგდები ხდებიან ისინი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დარტყმა არის ძალიან საშიში თანამგზავრებისთვის. თანამგზავრებისთვის, რომელზეც ჩვენ მთლიანად ვართ დღეს დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც ჩვენ თვითმფრინავში ვჯდებით, უნდა გვახსოვდეს, რომ თვითმფრინავის ნავიგაცია მთლიანად არის დამოკიდებული თანამგზავრებზე. და აი GPS, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემებზე, რომელსაც ჩვენ ტელეფონშიც ვიყენებთ, ხო? მაგალითად, Google-ის რუკების გამოყენებისას. აი თანამგზავრმა თუ არსებობა შეწყვიტა, ან თუ მან რაღაც ხარვეზები დაიწყო მუშაობა, თვითმფრინავმა შეიძლება აურიოს, უბრალოდ მისი ნავიგაცია აირიოს და ამ დროს უკვე პილოტი იძულებული გახდება ქაღალდის რუკებზე გადავიდეს, ეს რუკები ყველას აქვს, პილოტებმა ეს რუკები ძალიან კარგად იციან, ამიტომ საშიში არაფერია, ყოველ შემთხვევაში ასეთი ამბებისთვის ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მსგავსი გამოსხივება ელექტროგადამცემ ხაზებზე და ზოგადად ენერგეტიკულ სექტორზე. შეიძლება თუ არა პროგნოზირება ამ ყველაფრის. შეიძლება, იმიტომ რომ მსგავსი გამოსხივება დედამიწამდე აღწევს, ჭირდება ხოლმე როგორც წესი 24, 25, 26 საათი. ეს საკმაოდ დიდი დროა, რომ შენ მოემზადო რაღაცეებისთვის. რა არის ეს რაღაცეები? პირველ რიგში უნდა გამოირთოს ყველა ხელსაწყო. ანუ უნდა გამორთოთ კამერები, ტელეფონები და სხვა
ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენ სახლში გვაქვს და ამით გადავარჩინოთ ეს ჩვენი საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგრამ რა უყოთ გლობალურ სისტემებს, ხო, როგორც არის მაგალითად ელექტროგადამცემი ხაზები, ენერგეტიკული სექტორი და ასე შემდეგ. აქაც ხდება სიმძლავრეების დაკლება, ანუ მთელი სიმძლავრით არ მუშაობს ეს სექტორი და ამით ხდება გადარჩენა. ვინ აძლევს ამ სიგნალს? სიგნალს აძლევს ის კოსმოსური აპარატები, რომლებიც მზესთან ახლოს მოძრაობენ, მოგეცემათ ასეთი რამდენიმეა და ისინი პირველი იღებენ ამ დარტყმას და შემდეგ უკვე ელექტრომაგნიტური სიგნალით, რომელიც ძალიან სწრაფად მოდის დედამიწამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში უკვე დედამიწაზე სადგურებს ატყობინებენ, რომ ასეთი რამ მოსალოდნელია, რომ არის ამა და ამ სიმძლავრის და აბა თქვენ იცით გაუხვდით კარგად. აი რაც შეეხება ისტორიის გაკვეთილებს, ასეთი რამ მოხდა 1859 წელს, ახალი გამოგონებული არის ტელეგრაფი, გადაცემა ხდება ესე იგი ელექტროსიგნალების საშუალებით, არის სპეციალური გენერატორები, რომლებიც ტელეგრაფებს ამუშავებს და უცებ ტელეგრაფები თელს დედამიწაზე იწყებენ არეულად მუშაობას, მათი გადამცემი ხაზები იწვება და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ტელეგრაფის აპარატს არ მიეწოდება დენი, ისინი მაინც მუშაობენ და მაინც გადაცემენ იმას, რაც საჭიროა. ანუ დენის წყაროს გარეშე იმდენად მძლავრი იყო ეს მოვლენა, რომელსაც კერინგტონის მოვლენა დაარქვეს, რომ დღეს რომ მოხდეს მსგავსი რამ, ჩვენ დედამიწაზე კოლაფსი გვერდის. ანუ ასეთი მძლავრი აფეთქება, ყოველ შემთხვევაში ის რაც აღნუსხულია, რა თქმა უნდა, იყო დედამიწის ისტორიაში ალბათ იმაზე ძლიერებიც იყო, მაგრამ მაშინ არ იყო ტელეგრაფები, არ იყო მობილური ტელეფონები და არ იყო ატომური და სხვა ელექტროსადგურები. ამიტომ არ ვიცით ჩვენ რა და როგორ მოხდა. როგორც კი ჩვენ ელექტრონული ხელსაწყოები გამოვიგონეთ, მომენტალურად ვიგრძენით თუ რა შეუძლია მზეს. საბედნიეროდ, აგერ უკვე 150 წელზე მეტია, 170 წელია უკვე მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. ალბათ განმეორდება, ალბათ ჩვენ რაღაც მანამდე გამოვიგონებთ უბრალოდ მეთოდებს, რომლის საშუალებითაც თავდაცვა შეგვეძლება ამ ყველაფრისგან, მაგრამ ყველაზე ცოდვები არიან ასტრონავტები, რომლებიც ძალიან მოწყვლადები არიან ასეთი დარტყმებისადმი. ზოგადად ისედაც კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ისინი თვეებს ატარებენ და ზოგჯერ წლებსაც მზის გამოსხივება რაც მოდის, ფაქტიურად იმას თვითონ კაფსულად იცავს, მაგრამ ვერც იმდენად, რომ სრულიად უსაფრთხო იყოს ასტრონავტებისთვის ეს გამოსხივება. კოსმოსური ამინდის მოდით ასე დავარქვათ კლასიფიკაციას რაც შეეხება, ეს ძალიან საინტერესო კლასიფიკაციაა და აქ რამდენიმე შრე არის. პირველი ეს არის თვით აფეთქების მზეზე აფეთქების სიმძლავრე. აქ არჩევენ რამდენიმეს, ეს არის A და B კლასის, ეს არის ძალიან სუსტი, რომელიც ალბათ ყოველწუთას ხდება. C ეს არის სუსტი, M არის საშუალო, ამ დროს შეიძლება მოხდეს დროებითი შეწყვეტა ან ხარვეზებით გადაცემა რადიოსიგნალების და X, რომელიც არის ექსტრემალური, რომელიც ახლა გქონდა X1 და 9. ეს გახლავთ საკმაოდ მძლავრი. უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ეს სკალა არის ლოგარითმული, ანუ იგი სწრაფად იზრდება, ანუ თუ ვთქვათ M-სა და X შორის განსხვავება არის 100. 100 ჯერ მეტი არის X გამოსხივება M გამოსხივებაზე და ამიტომ X-ი ძალიან მაღალია. არის ასევე გეომაგნიტური გრიგალის სიმძლავრე. ისევე როგორც ქარის სიმძლავრეები, ხო, არის სუსტი ქარი, საშუალო და მძლავრი ქარი და გრიგალი, ასევე არის G1, G2, G3, G4 და G5. G5 არის უკვე კატასტროფული სიმძლავრის მზის ქარი, რომელიც იყო სწორედ კერინგტონის მოვლენის დროს, ახლა ჩვენ გქონდა G4. საკმაოდ ძლიერი და ამიტომ იყო რომ ისეთ სამხრეთ განედებზე, ხა ჩრდილოეთად ითვლება, ჩრდილო გერმანიად ჰამბურგი, მაგრამ იგი მაინც სამხრეთ განედზეა. სამხრეთით არის უბრალოდ პოლუსისგან და აქ მსგავსი რამ, როგორც თქვეს, ბოლო 40 წელია არ უნახავთ. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან მაგალითად რაჭაში იყო და სვანეთში, მაშინაც G4 იყო და მაშინაც აი ყველაზე სამხრეთით წამოვიდა ეს ჩრდილოეთის სიალი და კერინგტონის მოვლენის დროს მას ეკვატორზეც კი ხედავდნენ. ანუ
საოცარი სიმძლავრის დარტყმა იყო, მაგრამ ჩვენმა დედამიწამ თავისი ელექტრომაგნიტური ველით მაინც გადაგვარჩინა. ამიტომაც ვამბობ მე რომ ჩვენ დაუცველები ვართ კოსმოსის წინაშე, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ერთადერთი უნდა ვიმედოვნოთ ის რომ მზე დაგვინდობს ან თქვათ რამე ციური სხეული არ დაეცემა დედამიწაზე ისეთი როგორიც 65 მილიონი წლის წინ დაეცა, გამოიწვია გლობალური კატასტროფა და 75% ცოცხალი ორგანიზმებისა გადააშენა, მათ შორის ჩემი ყველაზე უმცროსი შვილიშვილის ყველაზე საყვარელი ცხოველები, დინოზავრები. და სწორედ ასეთი რამ სხვათა შორის მოხდა 10 წლის წინ ჩელიაბინსკში, აი ამ საცოდავ ქალაქში, რომელსაც უამრავი სხვა თავისი პრობლემებიც აქვს და ამ პრობლემების შესახებ მე ორ ფილმში მაქვს, ორ ვიდეოში მაქვს საუბარი, აუცილებლად ნახეთ ისინი, თუ არ გინახავთ, ძალიან ჭკუის სასწავლებელი და უცნაური ვიდეოებია. და აი სწორედ არც თუ ისე დიდი დაახლოებით როგორც ვარაუდობენ 100 კილოგრამის მასის მქონე მეტეორიტი შემოიჭრა ატმოსფეროში და რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გასკდა აი ჩელიაბინსკის თავზე, რომელსაც საკმაოდ მძლავრი ნგრევა გამოიწვია. იქ ესეთი მოყანყალებული სახლები რო იყო, ბზარები გაუჩინა, ფანჯრები ჩალეწა. იმდენად მძლავრი იყო ეს დარტყმა, 100 კილოგრამიანი ქვა იყო სულ. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დინოზავრების დროს ჩამოვარდა ევერესტის ხელა ქვა აღარ არის ხომ მთა არის ფაქტიურად, რომელსაც უფრო მაღალი სისწრაფე ჰქონდა, როგორც ვარაუდობენ, ვიდრე ჩელიაბინსკის მეტეორიტს და ასევე იგი დაეცა ძალიან ცუდ ადგილას, ჩიქსულუბის ყურეში, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით არის გოგირდი. ყველაფერს იკეთეს ეს გოგირდის დაემატა და როდესაც იგი ჰაერში აიტყორცნა SO2-ის სახით, იგი წყალს შეუერთდა და უკვე როგორც გოგირდმჟავას წვიმები ისე მოვიდა დედამიწაზე. ეს ყველაფერი ისევე მეორე 65 მილიონი წლის წინ ხდება. მე ერთი ვიდეო მიუძღვენი ასევე ერთ-ერთ ძალიან საინტერესო მოვლენას, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში მოხდა, ეს არის ტუნგუსკას მოვლენა. დღეს ასე ეძახიან მას, უკვე მეტეორიტს აღარ ეძახიან, იმიტომ რომ აგერ უკვე რამდენი 120 წელია ეძებენ ამ მეტეორიტის რაღაცა ნარჩენებს მაინც და ვერ პოულობენ. ამიტომ დღეს არის ასეთი ვარაუდი, ერთ-ერთი ვარაუდი, რომ ეს იყო კომეტა და კომეტები მოგეხსენებათ არის ყინულის მასა. როდესაც ეს კომეტა შემოიჭრა ჩვენთან ძალიან მაღალი სისწრაფით, იგი რა თქმა უნდა დაეჯახა ჩვენს ატმოსფეროს, ამ ხახუნის ძალით ძალიან სწრაფად გაფართოვდა და გასკდა. გასკდა საბედნიეროდ იგი დაუსახლებელი, აბსოლუტურად დაუსახლებელი ტაიგის თავზე. ეს რომ მომხდარიყო სადმე ევროპის თავზე, რომელიმე დიდი ქალაქის თავზე, ეს ქალაქი დღეს არ იარსებებდა. ერთი ადამიანი არ დაზიანებულა. უბრალოდ იქ მაცხოვრებლებმა, ადგილობრივმა ციმბირის ხალხებმა ხმა გაიგონეს, უძლიერესი ხმა და როდესაც უკვე ის ეპიცენტრი დაათვალიერეს მეცნიერებმა, ნახეს რომ იქ ტყე მილიონობით ჰექტარზე იყო გადაწვენილი და განადგურებული. როგორ დაადგინეს თუ რა სიმძლავრის იყო და სად იყო ეპიცენტრი ამ აფეთქების? ძალიან მარტივად თვითმფრინავით გადაუფრინეს და ის ადგილი, სადაც აფეთქდა, რომლის თავზეც აფეთქდა ეს კომეტა და მან გამოიწვია ძალიან ძლიერი დარტყმის ტალღა, აი ამ ტალღამ როგორც ასანთის ღერები ისე გადააწვინა სხვადასხვა მიმართულებით ხეები და აი ცენტრში, რა თქმა უნდა, ცენტრი იქნებოდა ის ადგილი, სადაც რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. აი ეს რომ ისევე მეორე მომხდარიყო დიდ ქალაქში, დიდი ქალაქი და უზარმაზარი მსხვერპლი იქნებოდა, რა თქმა უნდა და ქალაქი უბრალოდ არ იარსებებდა და ანგრევდა ყველაფერს. ახლა ცოტა გავაფართოვოთ ჩვენი კოსმოსი და ჩვენს galaktikაში გავიდეთ. ჩვენს galaktikas, რომელსაც ქვია ირმის ნახტომი ქართულად, Milky Way ინგლისურად. ირმის ნახტომი კარგად ჩანს ხოლმე ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები არის სინათლით დაბინძურება, ან ქალაქიდან თქვენ მას ვერ დაინახავთ და იგი კარგად ჩანს ასევე კარგი ფოტოაპარატი თუ გაქვთ დიდი მატრიცით და დაყოვნებას მიცემთ რამდენიმე წამს ან წუთს თქვენ დაინახავთ რომ
ცა ესეთი ერთფეროვანი არ არის, უბრალოდ ვარსკვლავები არ არის, არამედ ასე თითქოს რკალი არის მასზე გადაჭიმული ვარსკვლავების უკიდეგანო რაოდენობით. ეს არის ჩვენი გალაქტიკა. გალაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, რომელიც არის სპირალური, რომელიც მოძრაობს, მზეც მოძრაობს ამ გალაქტიკის შიგნით, ჩვენი სისტემა მოძრაობს ამ გალაქტიკის შიგნით და ეს გალაქტიკა კიდე ცალკე მოძრაობს. მაშინ მილიარდობით ვარსკვლავია, მაშინ მილიტრილიონობით პლანეტაა. სად არის სიცოცხლე, სად არ არის, კაცმა არ იცის, მაგრამ ერთი რამ ვიცით, რომ გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს გიგანტური, კოლოსალური ზომის შავი ხვრელი. რას წარმოადგენს შავი ხვრელი? შავი ხვრელი ოდესღაც იყო ვარსკვლავი, გიგანტური ვარსკვლავი, რომელმაც მოახდინა კოლაფსირება, ანუ რაღაც მომენტში ჩვენი მზეც მოკვდება. რაღაც მომენტი დადგება სადღაც 6-7 მილიარდი წლის მერე, როგორც ვარაუდობენ. აი მზის სიკვდილი რაში გამოიხატება? იმაში, რომ იგი დაწვავს ბოლომდე თავის საწვავს, აი რადიაქტიულ საწვავს, რითაც ჩვენ გვათბობს და გვანათებს და უკვე მას აღარ შეეძლება ეს ბირთვი უკვე შესუსტდება და ის კორონა, ანუ ის გვირგვინი, რომელსაც მას არტყია ირგვლივ, რომელსაც ჩვენ ხედავთ, საკმაოდ სწრაფად მოცილდება. საკმაოდ სწრაფად იგი გაიზრდება ზომაში, ფაქტიურად შთანთქავს ყველა პლანეტას, რომელიც მის გზაზე არის და შემდეგ დაიწყებს დაპატარავებას და გადაიქცევა უკვე თეთრ ჯუჯად. მაგრამ არ გადაიქცევა შავხვრელად. მაგრამ ის გიგანტური ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენს მზეზე რამდენიმე მილიონჯერ დიდები არიან, აი იქ უკვე კოლოსალური ენერგიაა დაგროვებული. იქ არ მოხდება აი ესეთი გაფანტვა, არამედ როდესაც იგი დაწვავს მთელს, უკვე გამოწვავს მთელ თავის საწვავს, გრავიტაციით, ანუ ძალიან ძლიერი გრავიტაცია წარმოიქმნება მის ცენტრში, იმდენად ძლიერი, რომ მთელი ეს ვარსკვლავური მასა ჩაიღრება შიგნით და თითქოს შეიწოვება. აი უძლიერესი მაგნიტია წარმოიდგინეთ, რომელშიც რატო ქვია შავი ხვრელი. სინათლეც კი ვერ აღწევს, ანუ სინათლე შედის და ქრება. იმდენად ძლიერია, იმდენად მასიურია, იმდენად მძლავრია ეს შავი ხვრელი, რომ აი ესეთ რამეს იწვევს. როგორც ვარაუდობენ, ეს იყო გიგანტური წარმოუდგენელი ზომის ვარსკვლავი, რომელმაც ეს კოლაფსირება, ანუ სიკვდილი განიცადა და ამის შედეგად წარმოიქმნა ეს შავი ხვრელი. ახლა რაში გვაინტერესებს ეს შავი ხვრელი იქ სადღაც მილიონობით, მილიარდობით კილომეტრის იქეთ არსებობს თუ არა? გვაინტერესებს იმაში, რომ მას შეუძლია ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა. თუ მან დაიწყო მძლავრი გამოსხივებების გამოშვება კოსმოსში და თუ ეს გამოსხივებები ჩვენი მზის სისტემისკენ წამოვიდა, მან შეიძლება აღაგზნოს ჩვენი მზე. მზემ დაიწყოს გააქტიურება და ჩვენ მზის ზედმეტად გააქტიურება არაფერს უაწყობს. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად არა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ახლო მომავალში მსგავს რამეს არ ელოდებიან, მაგრამ ასეთი კოლოსალური ობიექტის წარმოუდგენელი ზომის და სიმძლავრის ობიექტის ჩვენს ახლოს, შედარებით კოსმოსური მასშტაბებით ახლოს ყოფნა, რა თქმა უნდა, მთლად სასიამოვნო არ არის. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი კოსმოსიდან ეს გახლავთ ის, რომ მარსზე უკვე დადგინდა იყო წყალი კი არა, ოკეანეც კი იყო. სწორედ მარსის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მას არ ჰქონდა, უბრალოდ მისი ელექტრომაგნიტი გაჩერდა. ანუ მისი ბირთვი გაჩერდა და ამ გაჩერების შედეგად მან დაკარგა ატმოსფერო, იგი გახდა შეღწევადი, ადვილად შეღწევადი კი არა, ხელის გულზე უდევს ჩვენს მზეს და იგი ვეღარ იცავდა თავს, წყალი აორთქლდა, მაგრამ მისი ნამოქმედარი დარჩა, იგი შეისწავლეს და უკვე 100%-ით არის დადგენილი, რომ მარსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით წყალი იყო. წყალი კი ასეთ პლანეტაზე, სადაც თხევად მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყო წყალი, იმის მანიშნებელია, ყოველ შემთხვევაში იმის შანსი არის, რომ მარსზე რაღაც პრიმიტიული სიცოცხლე გაჩენილიყო. ერთი თვის წინ მადრიდში გახლდით, მე შემოგთავაზებთ მადრიდის შესახებ საინტერესო ვიდეოს, რომელიც მე გადავიღე და მონტაჟის პროცესშია და რა თქმა უნდა, იყოფნისას როგორ გამოტოვებდი, აუცილებლად მივედი და ვნახე სამეფო ბოტანიკური ბაღი, ბევრი სანახავი არაფერი იყო, იმიტომ რომ უკვე ზამთარია და ზამთარია ისეთ სამხრეთის ქვეყანაში, როგორც ესპანეთია, მაგრამ მაინც ჩემთვის საინტერესო რაღაცა ვიპოვე. ვიპოვე მცენარის
ნაყოფი, რომლის შესახებაც მე ერთი მთლიანი ვიდეო გავაკეთე და აუცილებლად ნახეთ იგი. ეს არის გინკოს ნაყოფი, რომელიც რა თქმა უნდა ხელში ავიღეთ ხვირსახოცის საშუალებით, იმიტომ რომ იგი გამოსცემს ძალიან ცუდ სუნს. შემდეგ მოვაცილე ეს რბილობი, რომელიც ყარს საჩინელი სუნი აქვს და დამრჩა ხელთ, აი, ასეთი ორი კურკა. ხედავთ? და ეხლა მე თქვენს თვალწინ ამ კურკებს ჩავდებ წყალში. ასე მითხრა ხელოვნურმა ინტელექტმა 2-3 დღე გააჩერეო წყალშიო, აი ესეთნაირად. და შემდეგ უკვე გადავიტან ნიადაგში. ანუ ეს არის ესპანეთის სამეფო ბაღის გინკო. მეგობრებო, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას, ნახეთ ძველი ვიდეოები, მხოლოდ ახალი ვიდეოებით, ნუ დაკმაყოფილდებით. 2 წლის წინანდელ ვიდეოებშიც არანაკლებ საინტერესო ამბებს გაიგებთ, ვიდრე თქვათ წლევანდელში ან შარშანდელში. ამიტომ მე მოხარული ვიქნები და თქვენს კმაყოფილი დარჩებით ამ ყველაფრით და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა იმ ხალხს, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს. არხს კვლავ არ ყავს სპონსორი და არც ჩანს ჰორიზონტზე. და ბოლოს მე მინდა დაგიანონსოთ ძალიან საინტერესო თემა, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ვიკვლევ, მე ისე არ შემოგთავაზებთ რაღაც უცებ წაკითხულიდან. ეს გახლავთ თემა, რომელიც მე მიკარნახეს ჩემმა მაყურებლებმა. რამდენიმე ათეულმა მე მგონი მთხოვა, რომ ამ თემაზე გამეკეთებინა და იმ მოვლენებზე, იმ უცნაურ მოვლენებზე, რაც ამ ადგილებში ხდება, გამეკეთებია ვიდეო და ეს გახლავთ აპალაჩების საფეხმავლო ბილიკი. ძალიან საინტერესო თემაა, მე რაც უფრო ღრმად შევედი ამ თემაში, მით უფრო ბევრი უნიკალური რამ და საინტერესო რამ გავიგე, აქ არის მისტიკაც, აქ არის კრიმინალი, აქ არის დეტექტიური სიუჟეტიც, არის ძალიან რომანტიული სიუჟეტებიც, ანუ ვიდეო იქნება საკმაოდ დატვირთული, იქნება საკმაოდ გრძელი. ამიტომ მოემზადეთ წინ ძალიან საინტერესო თემა გელით, მე ვეცდები საფად გავაკეთო ეს ვიდეო, ხოლო ამჯერად მინდა დაგემშვიდობოთ, გისურვოთ კარგი კვირა და მე როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ამბებით ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ნახვამდის.